ლუდის მოყვარულებმა ძალიან კარგად იციან ეს ადგილი. მტკვრის მარცხენა სანაპირო. ლუდის ბარი ყაზბეგი, უკაცრავად ეხლა უკვე ვეცელი. ეს არის სამრეცხაო. სამრეცხაო ნაკლებად გვაინტერესებს, ძირითადად გვაინტერესებს სამზარეულო. მაცივარში აბსოლუტურად ყველა ჯამი უნდა იყოს თავდახურული, აუცილებელი მოთხოვნაა და ეს რა არის? ეს ამდენ პარკებში რა არის? ხომ არა, ხო შეიძლება კონტეინერში გადაიღოთ, აი ესე ახლა, აი ეს არაესტეტიური, არასასიამოვნოა, ერთმანეთის ამდენი პარკი, ამდენი ის, აი ნახეთ, ეს მაგიდაზე დებთ, მე ეწნილებს პირდაპირ ეხება, აი ერთი და იგივე პროდუქტი, აი ესე არეულად, აი ეს არ გეკადრებათ. ეს არ გეკადრებათ. გადაიღეთ კონტეინერებში და სწორად შეინახეთ. აქ არის თევზის მაცივარი, არ არის თევზის მაცივარი, კუპატები არის გამზადებული და ჰერმეტულად არის შეკრული. წიწილები გამზადებულია კერძებად. ხინკალიც აი აქ არის მოხვეული და ხინკალსაც ვადა უნდა ჰქონდეს აუცილებლად, მითითებული, ვისია და ასე შემდეგ. უჟანგავი მაგიდებია, რაც ძალიან კარგია, მივესალმები. ესეც მაცივარია. ეს რისი ფქვილია? ეს თევზისთვის ამოსავლებად, ხო? ანუ მაცივარში რატო გაქვთ? ისე. ხო, ისე. უბრალოდ. ისე. ხელი მოვინაცვლეთ. არანაირი პრობლემა არ არის. მაცივარში არ შედებაა პრობლემა, თუ რა მაცივარში ამის შენახვა პრობლემას არ წარმოადგენს არანაირ. ეს რა არის? თევზი მოივა. თქვენ ახართ მენეჯერი თუ ფლობელი? თქვენი სახელი? ბატონო გიორგი. ნაჟური წყალში პროდუქტი არ უნდა იყოს. ეს წარმოადგენს რისკ ფაქტორს. მით უმეტეს ლღვება, ხო, ალბათ ქონდათ გაყინული და ლღვება. აი კი ბატონო, დასურეთელ იმაზე დადეთ და შემდეგ აი პარკიდან ამოიღეთ, რომ აი ეს წყალი, აი ეს სითხეში არ იყოს მოთავსებული. ეს თუ დააბინძურებს პროდუქტს, თორე მესმის, რომ ხელის შეცვლის მიზნით არის, მაგრამ როდესაც ზიანდება პლასმასის ჯამები, ისინი უნდა ჩავანაცვლოთ შესაბამისი სუფთა, ხარისხიანი ჯამებით. არ არის მაგის პრობლემა, რომ ეს გავაკეთოთ. დაფა ან შესაბამისად უნდა გავრეცხოთ, ან უნდა აუცილებლად გამოვცვალოთ. ესეთი გაშავებული დაფა რისკ ფაქტორს ამაზე დაჭრილი პროდუქტი რისკის მატარებელი. ვაიმე, ეს რა საშინელი. ეს რა საშინელია. შეგიხედიათ? არ იცოდით ხო ეგეთ მდგომარეობა რა იყოს? მაგრამ აი შიგნით გარედან წვიდავთ ხოლმე ხშირად, მაგრამ იმდენად ხშირი მოხმარების ქვეშ არის, რომ მალე მით უმეტეს ხშირი მოხმარების თუ არის, ესე იგი ღმერთის წყალობით ბევრი მომხმარებელი ყავთ. და ყველა ვარიანტი იქნება, იმიტომ რომ თევზის ასორტიმენტი საკმაოდ საინტერესო და კარგი გაქვთ, მაგრამ აი ეს არის დანაშაული. ერთი წუთი მოდით ჩემთან ეხა და მე გეტყვით რა არ მომწონს აქ. და თქვენ ვიეთქვით ვარ თუ არა მართალი. ამით მაგიდას ხო წმინდავთ ტილოებით. აი მაგიდის გასაწმენ ტილოზე რატო უნდა იყოს თევზის შესაწვავი, რომელსაც უკვე პროდუქტთან შეხება ის ინვენტარი. არასწორია. აქ ხო შეიძლება დავდოთ და არა აქ. აქ დავდოთ. იმიტომ რომ ბინძურდება. არ მუშაობს ეს ტრაპი? ტრაპი რატო გაქვთ დალუქული? ეს ხო უნდა ირეცხებოდეს. ნახეთ, რამდენი ზეთია შიგნით თუ რა არის შიგნით. აი ზეთია შიგნით, ჩახედეთ? ტრაპი უნდა იყოს სამზარეულოში აუცილებელი მოთხოვნაა და უნდა ირეცხებოდეს ტერიტორია. თქვენთან სამწუხაროდ ეს არა, კი არ უნდა იწმინდებოდეს. უნდა ირეცხებოდეს. აი ჯამების პრობლემა გაქვთ აშკარად რა, ჯამებს აი ჯამეს მოწესრიგება აუცილებლად ჭირდება. ჯამების სერიოზული პრობლემა გაქვთ და ჩემი აი რეკომენდაციები არის რომ მაცივრები დაწმინდოთ და ჯამები მოაწესრიგოთ პირველ რიგში და აუცილებლად დასაჭრელი დაფები მოაწესრიგეთ. აბა ვნახოთ ჩვენ ამ ლუდის ბარის ასორტიმენტი. რამდენაირი თევზია, ერთი ნახეთ. ლუდს უხდება თევზი, ჩვენ როგორც ვიცით და აი ესეთი შებოლილი თევზი ყველანაირი. თუ ხორცის მოყვარული ხართ, მაშინ შეგიძლია მიირთვათ სოსისი და აგერ ნახეთ შებოლილი ნეკნები.
აი, ყველაფერი არის გადაფარებული, ეს მომწონს, რომ ცელოფნით არის გადაფარებული. მოკლედ, ამ ჩვენს მამაკაცებს არ შეუშალოთ ხელი, ლუცვამე, ნახეთ, პირდაპირ ბოცა უდგა სველი. ცივი. უფ. რატო არ სვამ ლუცს? მაგრამ ჩანს, რომ ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია, ოღონდ მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ ლუდის ბარი იკეტება 10:15 დააკლდება და სამზარეულო 9 საათზე იკეტება. ასე რომ 9-მდე შეგიძლია მოხვიდე, მიირთვა, დატკბე ლუდით და თევზით და ხორცით და აი 9-ის მერე 10-ისკენ წადი სახლში, წადი ოჯახში. მიხედე საქმე. ბატონო გიორგი, აი მე მაქვს, კი, ეგეთი კითხვა. ეხლა ამ პროდუქტის ბადები მითხარით. ეს პროდუქტები ყველა ყოველდღე ახალ-ახალი მოდის და ამიტომ თქვენ მოგაქვთ ყოველდღე ახალ-ახალი პროდუქტი და ამ რაოდენობას ყიდით ყოველდღიურად. იცით როგორ არის? დღეს ახლა რო გავყიდი, ხვალ კიდე მოვიტან დავამატებ, კიდე მოვიტან ვამატებ და ესე რა, ახლა ნახეთ, აი ამ გორაკს ხვალ დაუმატეთ კიდე ზევიდან გადააყარეთ და ქვევით პროდუქცია რო არის ის რო დიდელია ვინ იცის. არა, იმდენად მალე იყიდება ხალხმა ეს რომ არ გჭირდება ხოლმე მსგავსი რაღაცები, ყოველდღე შემოწმება. კარგით, თქვენ კედის CDC-ერი ბიზნეს ოპერატორი ხართ, რომელიც ყოველდღიურად ყიდულობს პროდუქტს. მესადამ აქვს იმის გარანტია, ან თქვენ რო იქ ბაზარში ყოველდღე ახალი და ხარისხიანი პროდუქტია. ეს გარანტია არ გვაქვს მართალია. ხო, მაგრამ ვინაიდან თქვენ ვერ გაძლევენ ისინი გარანტიას, თქვენ ვერ აძლევთ მომხმარებელს გარანტიას. ეტიკეტირების წესი იმიტომ არსებობს, ყველა პროდუქტზე მომხმარებელს უნდა კონდეს ინფორმაცია, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. პური, ძალიან გთხოვთ, აი ასეთი რაღაცაები, რომელიც აი ძალიან მარტივად ბინძურდება, აქედან უნდა მოაცილოთ, იმიტომ რომ აი ეს არის მტვერის ბუდე. აქ რა გვაქვს? შეფუთული free, კი ბატონო, მიღებულია. და ეს რა დოკუმენტი სად არის, როდის არის ნაწარმი და ასე შემდეგ. ყველაფერი ბუღალტერიაში არის. ბუღალტერიაში არ უნდა იყოს. მომხმარებელმა რომ მოგთხოვოთ, ბუღალტერიაში არის და ბუღალტერი მოიტანს. ხო ვერ ეტყვით. აი მე როგორც მომხმარებელი უფლება მაქვს, რომ პროდუქტის ვადა გავიგო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერს მოაწესრიგებთ. თან აქ ინახავთ პროდუქტს. ეს იგივე სამზარეულოა. ხო სწორი ვარ ბატონო გიორგი? ძალიან ბევრი ზედმეტი ნივთია. და აი ამ ხელა აბლაბუდები არ უნდა იყოს არანაირ შემთხვევა. შეინახეთ როგორ არის? აი ეს უნდა სუფთავდებოდეს სათანადოდ. დაინახეთ ყველგან აბსოლუტურად აბლაბუდებია. ნახეთ, აი ესენი ყველაფერი გააწმენდინეთ, ჩამოფერთხეთ და სწორად მოახდინეთ რეალიზაცია.